ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში ტრანსატლანტიკურ ვახშამზე არ მიიწვიეს. ვახშამს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მასპინძლობდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ტრანსატლანტიკურ ვახშამს ესწრებოდნენ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრის შემდეგ რუბიომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ერთგულება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ის ფაქტი, რომ მსგავს ღონისძიებებზე მიწვეულნი არიან საქართველოს მეზობელი ქვეყნები და არ არის მიწვეული თავად საქართველო, მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა ქვეყანამ მთავარ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საბოლოოდ დააშორა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად მუშაობს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნის იზოლაციის მისაღწევად და მსოფლიო რუკიდან გასაქრობად. რატომ არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში? ამას აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველი, არავინ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ აღიარებს გულისხმობ ცივილიზებულ სამყაროს, არ აღიარებს და არ ცნობს ივანიშვილის ხელისუფლებას როგორც ლეგიტიმურ მთავრობას. მას ყველა მიიჩნევს არალეგიტიმურად, მათ შორის შეერთებულ შტატებში და ამის ბრალია, რომ საქართველო არის ჩამოცილებული ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვანი ფორმატიდან. მეორე, რუსეთის დავალებით ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვოს საერთაშორისო იზოლაციაში მარტო რუსეთთან, მარტო ჩინეთთან, მარტო ირანთან, რაც ავტომატურად უდრის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დათმობას. ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, ივანიშვილის რეჟიმის ჩამომხობა და ჩამოშვა. მაკა ბოჭორიშვილი არის სახეხატი ქართული თანამედროვე იზოლაციონიზმის, ოცნების თანამედროვე იზოლაციონიზმის, ამ შავრაზმული და შეზღუდული აზროვნების პოლიტიკის სახეხატი არის მაკა ბოჭორიშვილი მთელი თავისი არსებით. საკუთარ სახში არ დაპატიჟებენ ძალიან მალე ისეთი ანტიქართული საქმიანობით არის დაკავებული არსად და მით უმეტეს არც მინისტერიალზე და არც ერთ შეკრებაზე, სადაც ცივილიზებული სამყარო იკრიბება და ცივილიზებული სამყარო განიხილავს ერთობლივ საქმიანობას, მაკა ბოჭორიშვილის ადგილი ასეთ შეკრებებზე არ არის. სამწუხაროდ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, ახლა 20 იანვრიდან რო თითქოს აპირებენ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას, ხო? და ამის უკვე 1 წელი გახდება. რამდენად მოახერხეს ეს, ამას მე მგონი ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს. როდესაც იმავე პლატფორმას ჩვენი მეზობლები იყენებენ იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგები რეზულტატები წამოიღონ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რეალური ნამდვილი მძელვადიანი მშვიდობისთვის და საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის. ეს არის პირდაპირ სურათი იმისა, თუ რას გამოიწვევს ღალატი. რას ნიშნავს ღალატი? ეს სწორედ ამ ვახშამზე გამოჩნდა. სადაც იყო ყველა გარდა საქართველოსა. ქართულ ოცნებაში კი ისევ ეგრეთ წოდებულ deep state-სა და კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობენ. მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არ მიწვევის მიზეზებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ოცნების პრემიერმა თქვა, რომ როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ deep state-ი კვლავაც მძლავრობს. მისივე თქმით, მას აქვს იმედი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ ეგრეთ წოდებული deep state-ი დამარცხდა. ხო, არც შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, თავად გამოიტანეთ დასკვნები ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით გასდება ქვეყნები, ყველგან ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა. ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს deep state. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ deep state-ი დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ქვია ბრძოლა deep state-სა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ამ შემთხვევაში ურთიერთობები დაალაგდება. თუ გაიმარჯვებს deep state-ი, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია ნიუ-იორკში 9 სექტემბერს გაიხსნა. ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციაში არიან ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი და ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე.